მოგესალმებით ზურფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია TV+-ი, გადაცემით ანალიზის დრო. შეგახსენებთ, ჩვენს გადაცემას აქვს სიახლე. მოგეხსენებათ, რომ იგი გადიოდა კვირაში 1 დღე, 4 შაბათს საღამოს 8 საათზე და აწიგავა კვირაში 2-ჯერ, 2 შაბათსა და 4 შაბათს. ისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავხადო TV+-ის ხელმძღვანელობას. დღეს არის ორშაბათი, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაცემის ახალი დღე ანალიზის დროსთან ერთად დაიწყო. დღეს კი სტუდიაში სტუმრად ყავს პოლიტოლოგი ბატონი გიორგი კუჭავა. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა მოგზაურობისთვის. ბატონო კონსტანტინე, მიესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. მოგესალმებით. მადლობა ბატონო გია მოგზაურობისთვის. დღეს საინტერესო თემებს შევეხებით. იქნება როგორც სტრატეგიული, ასევე გეოპოლიტიკური კითხვებიც, ძალიან დატვირთული კითხვები იქნება, დატვირთული თემებით და დატვირთული გადაცემაც გამოვა და ძალიან ვფიქრობ, ძალიან საინტერესო მაყურებლისთვის. მინდა გადავიდე პირველ კითხვაზე, რაც მდგომარეობს შემდეგში. ეს კითხვა შეეხება უკრაინას და დავიწყოთ თემა უკრაინით და როგორ გამვითარდება მოვლენები, უკვე მეც მაინტერესებს თქვენთან ერთად სიმართლე გითხრათ. რა არის დღეს უკრაინის ომის მთავარი სტრატეგიული მიზნები ორივე მხარისთვის, რუსეთისთვის და უკრაინისთვის? თქვენი აზრით. ჩემი აზრით, საერთოდ უნდა ითქვას, რომ რუსეთის დიქტატორ პუტინისთვის უკრაინა როგორც სახელმწიფო არ არსებობს. ჩვენ თუ გავიხსენებთ ფართომასშტაბიანი საბრძოლო ომის და რუსეთის საბჭო ფართომასშტაბიანი შეჭრამდე დაახლოებით 1 წელიწადნახევარი 2 წელი ეს მიდიოდა მოსახლეობის თვითონ რუსეთში და საერთაშორისო მედიაში მოსაზრების დამუშავება. უკრაინა არ არსებობდა, რომელს უკრაინა ეს არის იგივე რუსეთი და არ გვინდა შორტასლა თუ მე მინდა გავიხსენოთ რომ პუტინი პირველად გახდა პრეზიდენტი და ჩავიდა უკრაინაში, მისი სიტყვით ჩვენ ვართ ერთი ხალხიო. ეს მაგან თქვა დაახლოებით 2000 წელს, 2021 პირველ წელს ეს იყო მისი პირველი ვიზიტი უკვე რუსეთის პრეზიდენტის რანგში უკრაინაში, სადაც მაგან თქვა ჩვენ ვართ ერთი ხალხიო. ანუ პუტინს ეხა რომ ეს როგორც ეს რუსული ტერმინი არის, სულ შევიდეს რუსეთის ისტორიაში როგორც ამ დაკარგული მიწების შემკრეფი აღდგენი, ასე ვთქვათ, რუსული ტერმინია საბირაჭლი ზიმელი, მაგრამ ამ შემთხვევაში პუტინისთვის არ არის მარტო ეს უკრაინა არის პლაცდარმი, რომ წავიდეს შემდგომ უკვე ჯერ აღმოსავლეთ ევროპაში და შესაძლოა მთელს ევროპის დაკავებასაც და ეს რამაზობს ამის საფუძველს. ომის დაწყებამდე, როდესაც პუტინმა ბუდაპეშტში ულტიმატუმი წარუდგინა ამერიკის შეერთებულ შტატებს, მან მოსთხოვა რომ ნატოს წასულიყო და გადასულიყო 1997 წლამდე არსებულ საზღვრებში, ანუ ყველა ის ქვეყნები, რომელიც 1997 წელს იქნა მიღებული ნატოში, ეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს გულისხმობს, ეს არის პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ეს ბულგარეთი, ვთქვათ, კვლავ გამოსულიყო ნატოდან. და ნატო წასულიყო ეს, ანუ ვარშავის ხელშეკრულების ის ქვეყნები ისევ ჩემ კონტროლს ქვეშ უნდა დაბრუნდეს და არათუ მარტო უკრაინაო და ეს უკვე არის უკრაინაში ნატოში არ შესვლა, ეს არის უბრალოდ საბაბი, იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლებამ თქვა ყველანაირი თქვა შიდა რესურსი ხალხი თქვა დაემორჩილებინა და ეს დიქტატორმა უკვე ამოწურა და დიქტატორი როგორც ყოველთვის ჩვევიას ბოლო არგუმენტი არის ომი, რადგან თქვა მოახერხოს ერის შეკვრა, თქვა, იმიტომ რომ უკვე სხვა არგუმენტები უკვე რუსეთს უკვე აღარ ქონდა. თვითონ უკრაინისთვის ეს მთავარი არის ამ ომში შეინარჩუნოს თავის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა და აგრეთვე არ დაკარგოს თავისი ტერიტორიები. და უკრაინელი ხალხი იბრძვის დღეს ამისთვის თავის სახელმწიფოებრიობისთვის და თავის ტერიტორიული მთლიანობისთვის. ბატონო გია, აქვე მინდა სანამ საუბარს გააგრძელებდეთ ამ თემასთან დაკავშირებით.
მინდა ერთი კითხვა დაგისვათ თუ ერთი კითხვა დავამატო ამ თემას, თქვენს სასაუბრო თემას. თქვენ თქვით, რომ რუსეთმა უნდა აინაზღაუროს, ასე ვთქვათ, ის ტერიტორიები, რაც ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა. ნათქვამი, თქვენ ჩამოთვალეთ პოლონეთი, პოლონეთი, ბულგარეთი და ასე შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები. არა, ვარშავის ხელშეკრულების შედიოდა, ანუ რუსეთის კონტროლის ქვეშ. ხო, და ამასთან დაკავშირებით მაქვს ერთი კითხვა. თქვენი აზრით, როგორც პოლიტოლოგისთვის, ემუქრება რაიმე საფრთხე მოლდოვეთს, როგორ ფიქრობთ, უკრაინასთან მიმართებაში? ამ ეტაპზე, საერთოდ თუ იმ შემთხვევაში თუ ნევავობ თუ ამას მე ხალხს ვუსმევ, პუტინმა შეძლო უკრაინის დაკავება, მაშინ ჩათვალეთ, რომ მოლდოვა არის მაგისთვის, ალბათ მართლაც 1 საათის საქმე. ანუ 1 საათიც კი არ დაჭირდება, რომ მოლდოვთლიანი მოლდოვეთი აიღოს, ასე ვთქვათ, რუსეთი. ერთი დღის ამბავი თქვათ, იმიტომ რომ მოლდოვა არის ძალიან მცირე ტერიტორია, ეს არის მოსახლეობაც მცირე და შეიარაღებული ძალებიც არ აყავს თქვათ იმ დონეზე, რომ თავი დაიწყო. თავი დაიწყოს. ახლა ამ შემთხვევაში თუ რუმინეთი შევა და ეს უკვე ნატოს ჯარის თუ შევა, ხო, თუ ნატოს ჯარი შევიდა, იმიტომ რომ მაგამ ნატოს ჯარი დღეს ვხედავთ, ნატოში თვითონ არის უკვე დაძაბული სიტუაცია, უკვე შეერთებულ შტატებში. ტრამპის ადმინისტრაცია სურს საერთოდ ევროპულ საქმეებს ჩამოცილდეს. დიახ. მაგრამ ევროპაც უკვე დღეს მიდის ატარებს გამალებულ გადაიარაღებას, იმიტომ რომ უკვე გერმანიის კანცლერმა მერცელმა უკვე ღიად საუბრობა, რომ ჩვენ არა ვართ მზად რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომისთვის და იმიტომ რომ 90-იან უკვე 35 წელი რაც საბჭოთა კავშირი დაიშალდეს, 37 წელი რაც უკვე ცივი ომი დასრულდა, ევროპამ თქვათ ამოისუნთქა და შეიარაღებული ძალები ევროპაში მნიშვნელოვნად შემცირდა მაშინ და ყველას ეგონა როგორც ჰანტინგტონი ბოდიშით ფუკუიამა მასობლის ადამიანის ისტორიის ახსნასული და უკანასკნელი ადამიანი უკვე წავა ვაჭრობო და ევროპაც ნელ-ნელა მიყვა უკვე ფუკუიამას ამ კონცეფციას, მაგრამ თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ამ კონცეფციამ არ იმუშავა, თვითონ ფუკუიამამაც აღიარა, რომ ეს იყო მისი შეცდომა და მე ასე ვიტყოდი, მე გავიმეორებდი, რომ ეს არის რუსი-ამერიკელი ის ისტორიკოსი და პოლიტოლოგი იური ფელშჩინსკი, მის მოსაზრებას, რომ თვითონ ამერიკასაც უბრალოდ ამერიკის ადმინისტრაციასაც, ტრამპის ადმინისტრაციასაც აწყობს ევროპაში დიდი ომი. იმიტომ რომ მაგან როდეს თქვა, რომ ეს უკვე ბატონ ფელშჩინსკის მოსაზრება არის, რომ პრეზიდენტი ტრამპი რომ მას დაპირდა, რომ ამერიკას კვლავ გვაქვს დიდით, make America great again და გაიხსნა ისტორიული მაგალითი, რომ ამერიკა დიდი და ძლიერი ხდებოდა მაშინ, როდესაც ევროპაში იყო დიდი ომები, შემდეგ იქნებოდა პირველი მსოფლიო ომი და მეორე მსოფლიო ომი, შემდეგ როდესაც ევროპა იყო დანგრეული. ცივ ომს ჩათვლით? არა, ცივ ომს არ ჩავთვლით. და ცივ ომის პერიოდში, ძირითადად მაინც ამერიკა კარნახობდა და ამერიკა იყო თავარი გარანტი ევროპის უსაფრთხოებისგან. ამის ნათელი მაგალითებიც არის, და თუნდაც ბერლინის 1959 წლის კრიზისი ავიღოთ. მაშინ სტალინმა მიხვდა, რომ მთელ ევროპას მაგი ვერ ჩაყლაპავდა და დაიხია უკან. და მე შემთხვევით არ ვთქვი, რომ პუტინს უნდა მთელი ევროპა და სხვათა შორის, ეს მარტო პუტინს არა. ამ დღეებზე ერთ-ერთი რუსი ანალიტიკოსი, რაც რუსულენზე გამოდის ევროპაში, Moscow Times, იყო ასეთი ანალიტიკური სტატია, სხვათა შორის, ამას უკვე გაიხსნა ერთ-ერთი საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს და ამერიკის პრეზიდენტ ბილ კლინტონს შორის, როდესაც თქვა დაგვითმეს ევროპა ხო და ჩვენ უკვე კომუნისტური აღარ ვართო. ან ჩვენ უკვე დემოკრატიული სახელმწიფო ვართო. ამიტომ აი უკვე მიდის აი ბრძოლა ევროპის, მაგრამ ტრამპს ამ შემთხვევაში, როგორც მე ვეთანხმები ბატონ იური ფელშჩინსკის მოსაზრებას, რომ სურს საერთოდ
წამოვიდეს ევროპიდან. თუმცა არის მოსაზრებაც და ამას იგივე იური ფილსკი და რიგი სხვა ანალიტიკოსებიც ამბობენ და რომ რუსეთის დაზვერვას ორი ვარიანტია, ან ტრამპზე ან გააჩნიათ ძალიან ძლიერი კომპრომატები, ან არც იმას გამორიცხავენ, რომ ჯერ კიდე 80-იანი წლების მეორე ნახევარში იგი იყო საბჭოთა დაზვერვის მიერ, ასე ვთქვათ, დავერბოვკებული. მე ეს ვამბობ მაგაც მოსაზრებას. მე ახლა ის არგუმენტები ვთქვათ, რაც მოყავს ბატონ ფელჩინსკის ვთქვათ, იური შვედს და სხვებს კიდე. ნუ ეს ამაზე უნდა დაფიქრება, ამაზე უნდა კიდე უამრავი მასალის გადამოწმება. ასე მსჯელობა დიდი ხნის მსჯელობა. და დიდი ხნის მსჯელობა. ბატონო გია, ძალიან საინტერესოდ მიყვავს საუბარი და დისკუსია, რაც מחარებს ძალიან და თქვენი სტუმრობაც მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ, მაგრამ ძალიან საინტერესო პიროვნება ბრძანების და ეს არაერთხელ მithქვავს თქვენთვის. მადლობა ამისთვის. და გულახდილობისთვის. გადავიდეთ მეორე კითხვაზე. დასავლეთის სამხედრო და ფინანსური დახმარება. რამდენად წყვეტს ომის მიმართულებას? მოდი ასე ვთქვათ, დასავლეთის ფინანსური და სამხედრო და ტექნოლოგიური დახმარების გარეშე უკრაინა 4 წელი ვერ იუმებდა. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ნატო უკრაინას აფინანსებს ამერიკასთან ერთად, ასე ვთქვათ. მოგეხსენებათ, რომ ამერიკა აფინანსებს ბჭყალებში სამხედრო ტექნიკით, ჰაიმაქსის რაკეტებით და არა მარტო ამერიკა, აქ თქვენ ფიქრობთ, რომ არის ჩართული ნატოც? და შესაძლოა ჩაერთოს ჩინეთის როგორ ფიქრობთ? ნუ ხა ჩინეთი დიდი ხანია უკვე ჩართული ამ ომში, პირველ დღიდან მე მინდა შეგახსენოთ, რომ ომის დაწყებამდე 2021 წელს რუსეთის დიქტატორი პუტინი იყო ჩასული ჩინეთში. თქვათ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რუსეთი როგორც ჩინეთის უმცროსი პარტნიორი, ამ შემთხვევაში შეიძლება უკვე ითქვას და დღეს უკვე როგორც ვასალიც ჩინეთის მიიღო თანხმობა, ანუ იქ რუსი გენერლები და რუსი ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ნუ მაქსიმუმ ალბათ ერთ კვირაში უკვე მთელი უკრაინა იქნებოდა აღებული. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში პეკინსაც გააჩნდა თავისი ინტერესები, ეს არის ტაივანის კუნძული, როგორც ცნობილია ტაივანი. დიახ, დღეს ბატონო გია გაწყვეტინეთ, მომიტევეთ, მაგრამ მინდა შემოვიდეთ თქვენთან დისკუსიაში. ჩინეთი ხმამაღლა აცხადებს, რომ ტაივანი არის ჩვენია. და შესაბამისად, თუ არის მისი ომს რატო არ იწყებს? თქვენი აზრით. ჯერცი რატო არ იწყებს? მოდი ასე ვთქვათ, არის თუ ფრთხილდება უბრალოდ თავის ქვეყანას, თავის თავს ჩინეთი. ჯერცი ეგრე სი ძინპინი, ეს ჩინის პრეზიდენტი, ვთქვათ, ეს ელოდებოდა დაეხმარებოდა თუ არა და გაუწევდა თუ არა დახმარებას ევროპა უკრაინას. როგორ განვითარდებოდა იქ ვითარება, იმიტომ რომ ხა ვთქვათ და რამდენად დათმობდა, ხო ვთქვათ ევროპა გადაყლაპავდა ნატო შეერთებულები გადაყლაპავდა თუ არა ვთქვათ პუტინის მორიგ ფუთხს მათ მიმართ. იმ შემთხვევაში თუ ევროპა ამას გადაყლაპავდა, ამერიკა ამას გადაყლაპავდა, პეკინი უპრობლემოდ დაიწყებდა საბრძოლო მოქმედებას ტაიბეის წინააღმდეგ. ტაივანის წინააღმდეგ. ანუ რა არის დე იურე ის რომ ტაივანი არის ჩინეთის შემადგენელი ნაწილი, ამას ყველა აღიარებს. მე მინდა შეგახსენოთ 1972 წლამდე ამ დროს ისინი თვითონაც ამბობენ, ჩვენ არის ჩინეთი, ეს არის ტაივანის ოფიციალური სახელწოდება არის ჩინის რესპუბლიკა. ისინი აცხადებენ პრეტენზიას, რომ ჩვენ კონტინენტური ჩინეთაც ეს იყო სამოქალაქო ომის შედეგად, როდესაც მაო ძედუნმა თქვათ ჩანკაიშის ჯარი გადავიდა, ისინი გადავიდნენ ტაივანზე, მაგრამ ტაივანზე მაო ძედუნი ვეღარ გადავიდა უკვე. ასე ვთქვათ, დამარცხდა. ხო, უკვე დასავლეთსაც გაუწია, ამერიკასაც გაუწია ანგარიში, ამის მერე ტაიბეი, ეს ტაივანის კუნძული უკვე არის, ასე ვთქვათ, ჩინეთის შეერთებული შტატების პროტექტორატის ქვეშ და 1972 წლამდე გაეროს უშიშროების საბჭოში
გაეროს უშუალების საბჭოში ჩინეთს წარმოადგენდა არა პეკინი, არამედ ტაიბეი. ანუ ტაივანი. დიახ, მართალი ხართ, უბრალოდ მინდა დავაზუსტო, რომ ეს არის ტაივანის დედაქალაქი. ტაიბეი არის ტაივანის დედაქალაქი, კი. დიახ. სხვათა შორის მესამე კითხვა არის ძალიან საინტერესო. მეოთხეს და მეხუთეს და შემდეგ გადავდივართ უკვე ძალიან მალე უკრაინა-რუსეთის შიდა პოლიტიკურ საკითხებს. მესამე კითხვა ასეთია ბატონო გია, რა შეიძლება იყოს ამ ომის დასრულების ყველაზე რეალისტური სცენარი 25-26 წლებში? საუბარი მაქვს უკრაინა-რუსეთის ომზე. უკვე აქ უკვე აქ არის ძალიან ბევრი ვარიანტები, ეხლა თქვათ მე მინდა ერთადერთი ალბათ ჩავთვლი რომ ყველაზე სასურველი ვარიანტი ჩვენთვის ეს არის თქვათ რუსეთის დამარცხება, მაგრამ მე მინდა გავიხსენ ისე ერთი მაგალითი ისტორიიდან, როდესაც კაიზერის გერმანია პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა, ეს გერმანია ისე დამარცხდა, რომ გერმანიის ტერიტორიაზე მოწინააღმდეგეს ერთი ჯარისკაციც არ შესულა. ანუ რუსეთი ეკონომიურად უნდა ჩამოინგრეს. ეხლა ძალიან ცნობილი რუსი ეკონომისტია ვლადიმერ ლიფშიც, ეს უკვე ამბობს, რომ რუსეთში მონეტარული პოლიტიკა და ჩამოიშალა, ამას ყოველს მოყვება სახელმწიფოებრივი ჩამონგრევაო. ეხლა მე ვეყრდნობი ამ შემთხვევაში იმ პიროვნებებს, ვინც იცის ეს ლიფშიც იყო და იგივე სერგეი გურიევ ეკონომისტი, ესეც ძალიან დიდი ავტორიტეტები არიან. ეს სერგეი გურიევ სანამ გაიქცეოდა, ეს იყო მოსკოვის ვიშე სკოლა ეკონომიკის რექტორი, ანუ ეკონომიკის უმაღლესი სკოლის რექტორი და ეს პიროვნება, რომელსაც როგორც ეკონომისტ ძალიან დიდ ანგარიშს უწევდნენ თავის დროზე არა მარტო რუსეთში, არამედ ევროპაშიც. და დღეს უკვე რუსეთის ეკონომიკა მთლიანად არის დამოკიდებული ჩინეთზე და საბრძოლო მასალებით ჩრდილოეთ კორეაზე, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის მასალების შემოდის თუ ჩინეთი აწვის ჩრდილოეთ კორეის გავლით რუსეთის საბრძოლო მასალებს, მე ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთს ცოცხალი ძალას აღარ აყავს. იმდენი რომ თქვათ, რომ აწარმოოს, იმიტომ დაახლოებით ყოველდღიურად რუსეთის ჯარი განიცდის დანაკარგს 1000-1500 კაცის ოდენობით. შეგვიძლია ვთქვა, ამას წინათ ერთ ჟურნალისტთან მქონდა საუბარი და მან თქვა, რომ ორივე მხარის მიერ დანაკარგი აღემატება 3 მილიონ ადამიანს. ჯამურად, რა თქმა უნდა. როგორც უკრაინასაც, ასევე რუსეთისგან. ჯამურად 3 მილიონი ადამიანია განადგურებული, ლიკვიდირებული, ასე ვთქვათ. ახლა ამას მე დავმატებდი იმას, რომ ძირითადად თუ ეს ძალიან დიდი რიცხვია დამეთანხმებით. არა, ეს ძალიან დიდი რიცხვია, მაგრამ აქ 3 მილიონი რიცხვი აქ არის უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობაც, იმიტომ რომ თქვათ, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი მიაქვს სარაკეტო იერიშები, თქვათ, ძირითადად მოსახლეობაზე, არ ინფრასტრუქტურაზე და მშვიდობიან და დასახლებულ უბნებში, რაც არ იღებს ყოველგვარ ომის კანონებს, იმიტომ რომ ომსაც გააჩნია ომი დიდი უკანონო, მაგრამ მაგასაც გააჩნია თავის კანონები და თავის წესები, რაც ცივილიზებულს და გაეროს მე, ანუ რომ მშვიდობიან მოსახლეობას არ უნდა ეომო, რუსეთი ებრძვის მშვიდობიან მოსახლეობას და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ რუსეთის დანაკარგებზე, აქ მე ვგულისხმობ რუსეთის სამხედრო ძალას და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ უკრაინის დანაკარგებზე, აქ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა მარტო მებრძოლების დანაკარგებზე, არამედ იმ მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგებზე, რასაც რუსეთი ყოველდღე მიაქვს იერიში, იმიტომ რომ თქვათ, ამ იერიშებით რუსეთის მთავარი მიზანია გატეხოს უკრაინელი ხალხის სულისკვეთება, მაგრამ მე აქ დავუმატებდი ერთ რაღაცას. ძალიან ცნობილი ისტორიკოსი არის ინგლისელი დომინიკ ლივენი. ორიოდე სიტყვას თუ გვაქვს საშუალება ვიტყვი ამ პიროვნებაზე, თქვათ, რომ დომინიკ ლივენი არის ბალტიისპირელი გერმანელების შთამომავალი, რომელიც 1917 წელს გაიქცნენ გერმანიაში და მას აქვს ძალიან საინტერესო წიგნი, მონოგრაფია დაწერილი რუსეთის იმპერია და მისი მტრები მე-16 საუკუნიდან დღემდე და თვითონ დომინიკ ლევენი იგი იყო სხვა შორის მარგარეტ ტაჩერის ერთ-ერთი მრჩეველი საბჭოთა კავშირის საკითხებში და რუსეთის მიმართ აი მაგ მონოგრაფიაში ის არ მალოს არის კეთილგანწყობილი. თქვათ, რომ არ დამბრალდეს, რომ თქვათ
მაგრამ დომინიკ ლივენი აღნიშნავს, რომ რუსი ერი როგორც ერი დღემდე არ არის ჩამოყალიბებული. ანუ ეს არის რუსეთი რა წარმოდა იმპერიულ ბრძოლას, მიუხედავად იმისა, რომ არის სახელმწიფო, არის, მაგრამ როგორც ერას აქვს თავის რამდენიმე კრიტერიუმი, როგორც ერი დღემდე არ არის ეს ჩამოყალიბებული და ამის ისტორიული შანსი მას ჰქონდა, როდესაც ცრუ დიმიტრი პირველი და ცრუ დიმიტრი მეორე გააგდეს მოსკოვიდან მინინ პაჟარნი თავადები იყო მინინი პაჟარნი, მაგრამ ვერც მაშინ ვერ ჩამოყალიბდა და რუსეთი დღემდე არ არის ჩამოყალიბებული როგორც ერათო და სხვათა შორის აი ამ მოსაზრებას იმეორებენ რიგი რუსი ანთროპოლოგებიც და მკვლევარებიც. ახლა ანუ ყველას აღარ ჩამოვთვლი. და ეს რაში გამოიხატება? რუსეთის იდეა ფიქსი თქვა დღევანდელი პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი არის დუგინი, ალექსანდრ დუგინი, რომელიც თავის ბერნაშოვში წერს, რომ რუსი ერი როგორცერიო უნდა ყალიბდეს როგორც იმპერიის მშენებლობაშიო, მაგრამ იმპერიის მშენებლობას არის ცოტა სხვა პრინციპები და იქ რუსი დომინანტიერი და საბჭოთა კავშირის დროსაც არ იყო. იყო ერთი ფრანგი სოციოლოგი, რომელიც ამბობდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა თვითონ კრემლსა და მოსკოვსაც აწყობდა ერთი მიზეზის გამო. უკვე 80-იანი წლების დასაწყისშიო თუ ავიღებთ ჯამურათო მუსლიმი მოსახლეობას, აქ იგულისხმება აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიის ქვეყნების, მაშინ შუა აზიის რესპუბლიკების მოსახლეობა ჯამურად აღემატაო. პირველად ისტორიაში აღემატა სლავ მოსახლეობას, ანუ რუსებს, უკრაინებს და ბელორუსებს და უკვე იყო ძალიან შაშიში სიგნალი მოსკოვისთვისო. ნუ ახლა მე ამ საკითხზე არ მიმუშავე, არ მიკვლევია, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ შესაძლოა ამასაც ჰქონდეს ადგილი, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლას უკვე საბჭოთა კავშირის ცენტრში 60-იანი წლების პირველ ნახევარშიც ვარაუდობდნენ და 60-იანი წლების მიწურულს უკვე დისიდენტებიც წერდნენ. ძალიან ცნობილი ნაშრომი არის, ეს რუსულად არის ინტერნეტში, ანდრეი ამალრიკის ესე. Просуществует ли Советский Союз до 1984 года? Ну, იარსებებს კი საბჭოთა კავშირი 1990 წლამდე, მაგრამ იქ სხვა სცენარი იყო, თქვა რუსეთში, ну, საბჭოთა კავშირის შინძომი და ასე შემდეგ, მაგრამ ასე ვთქვათ, ალექსანდრმა იწინასწარმეტყველა ეს საბჭოთა კავშირის დაშლა, ასე გამოდის. ბატონო გია, არ შემიძლია ეს კითხვა არ დაგიცვათ, რამოდენიმე თქვენ კაი მნიშვნელობით ცუდად არ გამიგოთ ინტერნეტში დაზვრებით ყოველთვის განუწყვეტლივ, ყველაფერს კითხულობთ, ძალიან ნაკითხი ადამიანი ხართ და ძალიან დიდი შეხება გაქვთ გეოპოლიტიკასთან, ასევე პოლიტიკასთან და სხვადასხვა დარგთან და ამიტომ მინდა ეს შეკითხვა დაგისვათ, თუ ნახეთ, მინდა მაყურებელს ვუთხრა, რომ რამოდენიმე დღის წინ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე დაზიანდა რადიაციის შემაკავებელი კედელი, სარკოფაგი. დიახ, სარკოფაგი, თქვენ ნახეთ ეს. წაიგითხეთ ალბათ. და ასე ვთქვათ, რუსეთის და უკრაინაც პანიკა მოიცვა, რუსეთის და უკრაინაც პანიკა მოიცვა და თქვენი აზრით რაშია საქმე? შესაძლოა იყოს ეს ომთან დაკავშირებული? როგორ ფიქრობთ? ნუ ზეთი სარკოფაგი, ზეთი ეს პანიკა მართლაც მოწეც, ეს და მართლაც საპანიკო არის, იმიტომ რომ რადიაციას არ გააჩნია არც საზღვარი და არც ეროვნება, არც და სადონე მიაღწევს კაცმა არის, იმიტომ რომ თქვათ მე მინდა შევახსენო. ჩვენ ყველა ვიცით 1986 წელს აფეთქების შედეგად, ჩერნობილის აფეთქების შედეგად რა ტრაგედიების დატრიალდა, რა ტრაგედიების დატრიალდა და სხვა და საქართველოსმაც მოაღწია. საქართველოს მოაღწია და პირველი განგაში ეს როდესაც საბჭოთა კავშირის იმჟამზე ხელმძღვანელი გორბაჩოვი იყო, მაშინ გენერალური მდივანი ეს დამალეს, განგაში აწყდა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, სკანდინავიის ქვეყნებში, იმიტომ რომ იქაც კი ჩააღწია. ამიტომ ეს ხარ რასაკვირველია, ეს გამოიწვევს ღმერთს მართლაც და თუ დიდი ოდენობით რადიაციის გაჟონვა ეს გამოიწვევს განმეორებით ტრაგედიებს და რომელსაც ვერავინ გადაურჩება და იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვახსოვს, ან ჩემ თაობას ყოველ შემთხვევაში ის კადრები, რომელიც იქ მიდიოდა, ფაქტიურად ის მაშველები და ის
პიროვნებები, ვინც იქ მუშაობდნენ, ვიცით, ეს საკუთარი სიცოცხლე შეწირეს, გააკეთებინათ ეს სარკოფაგი და მინიმუმამდე დაეყვანათ აი ეს ზიანი, რაც გამოიწვია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებამ და ეს თუ დროზე თქვათ ამაზე არ ატყდა მთელი განგაჩა, თუ არ შეერთო მაგატე და საერთაშორისო თანამეგობრობა, ეს შეიძლება ჩვენ მივიღოთ ძალიან ცუდი შედეგი. ეს ყველაზე რბილად ვიტყვი და რბილად ვიტყვი, რომ და მე კი მძიმედ დავასრულებ, რომ თუ აი ესე მინდა აქედან დავიწყო, ზუსტად თქვენი სიტყვებით ბატონო გიორგი, რომ თუ არ მიხედეს ზოგიერთმა სტრუქტურამ, როგორც უკრაინის მხრიდან, ასევე რუსეთის მხრიდან, ამ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და ამ დამცავ სარკოფაგს, თუ არ მიხედეს, თუ ასე ვთქვათ, ყური არ შეიბერტყეს, იმაზე დიდი ტრაგედია დატრიალდება, რაც 90-86-ში იყო. გასაკურველია. ეს უკვე შეეხება. ერთადერთი არ დაგვავიწყდეს ბატონო გიორგი, რომ ეს იყო ერთადერთი დამცავი სარკოფაგი, რომელიც ასე ვთქვათ, 86-ში აფეთქებას გადაურჩა. შეგვიძლია ასე ვთქვათ. არის მერე აშენებული ის. ნუ ხო, მაბატიეთ, შემეშალა, მაგრამ თავარია რომ ეს სარკოფაგი, ასე ვთქვათ, ზუსტად იმ თითქმის 40 წელი, იმიტომ რომ იქ რამდენიმე ის არის, თითქმის 40 წელი იცავს. დიახ. მაგრამ აქვე მაყურებელს მინდა განვუთხრა ისიც, რომ ზუსტად არავინ არ იცის თუ როგორ დაზიანდა ეს სარკოფაგი. ზუსტად არავინ იცის. ამას უნდა დაზიანდა თუ დააზიანეს, ამას ამ კითხვაზე იმედია პასუხს შესაბამისი ორგანოები გასცემენ. როგორც უკრაინა. და ჩემი აზრით უფრო უკრაინამ უნდა გასცეს პასუხი. მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ უკრაინის ტერიტორიაზეა ეს. არა, უკრაინის ტერიტორია კი, მაგრამ რომელიც ძალები აკონტროლებს, იმიტომ რომ თქვა მე როდესაც 2022 წელს იქ შეიჭრა რუსეთის ძალები, ერთი ნაწილი ჩრდილოეთ კოლონად წამოვიდა ბელორუსის მხრიდან. თქვა მე გავიდა, მაგრამ ვინც გავიდა, როგორ რამდენიც ჩემს არის ცნობილი, ძალიან ბევრი რუსი ჯარისკაცმა იქ მიიღო ეს რუსული ტერმინი ლუჩივება, ანუ სხიოს დასხივება. ნუ ახლა რუსეთი ამას მალავს, მაგრამ ეს თავის დროზე ეს გაჟღერდა ეს ინფორმაცია. ფაქტია, ეს რეალურად მოხდა. მაგრამ რამდენად მიცემენ დღეს თქვათ, ახლა თქვენთანეთ უკრაინა პასუხისგებელი, მაგრამ რუსის სამხედროები თქვათ, რამდენად მიცემენ საშუალებას, თქვათ, იმ საერთაშორისო ექსპერტებს მივიდნენ და რომ შეისწავლონ ის, თქვათ, თუ უკრაინა უდავოდ მიცემს ნებართვას, მაგრამ აქ უკვე როდესაც მიდის საბრძოლო მოქმედებები, აქ უკვე რუსეთიც არის დამოკიდებული, ახლა ჩვენ ვხედავთ უკვე დღეს რა ვაჭრობა მიდის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით, რუსეთს არ უნდა მაგის დათმობა. ისიც არ დაგვაუწყდეს ბატონო გია, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურშიც მოხდა რაღაც გარკვეული აფეთქებები და სიახლოვეს. და ზაპოროჟიე გადარჩა. ზაპოროჟიე გადარჩა, იმიტომ რომ ბერძზე გადავრჩით, ასე ვთქვათ. ბერძზე გადავრჩით, იმიტომ რომ რუსეთის მხარე არაერთხელ იმუქრებოდა, ნუ თქვათ, არა პირდაპირ და არამედ, ნუ ირიბად. რომ თუ მე მომწეს იქ წასვლა მე ამ ატომურ სადგურსაც ავაფეთქებ. თქვა ეს არ იყო პირველი პირების მიერ ნათქვამი, მაგრამ თუ შემოუტევთ, თუ ნუ იყო ათასნაირი სხვა მინიშნებებით, რომ არ დაგინდობთ. ეს იყო ამაზეც საუბარი. მაგრამ ისიც ხო ფაქტია, ბატონო, და ცხადი და ნათელია ბატონო გია, რომ ჯარისკაცები, რუსის სამხედროებიც და ჩვეულებრივი მფრინავებიც კი პუტინის გარეშე არაფერს არ გააკეთებენ. ეს ხო სხვა ნათელია? ეს ნათელია. აბა ერთი მიდი და გააკეთეს იყვაზე პუტინის გარეშე რამე. რა არის რუსული ჯარის და უკრაინული ჯარის, ახლა ვინც მე არ ვარ სამხედრო ექსპერტი, მაგრამ სამხედრო ექსპერტებს ვისაც უსმენ და ვისაც ჩახედულები არიან. რუსეთის ჯარის, თქვათ, არის ცოტა მოუქნელი სტრუქტურა. ანუ სანამ ინფორმაცია ქვევიდან მიდის ზევით, მე ზევით იღებენ გადაწყვეტილებას და ისე უნდა ჩამოდის ქვევით ამასობაში ფრონტზე ვითარება იცვლება. როდესაც უკრაინაში, თქვათ, ეს ნატო სტანდარტები უმცროს ოფიცერებს აქვთ სრული თავისუფლება მიიღონ ადგილზე, ნუ რაღაცა გადაწყვეტილებები, რომელიც იმ თუთას და არის, თქვათ, იმ ქვედანაყოფისთვის იმათ აქვთ უფრო მეტი თავისუფლება, ასე ვთქვათ.
ბატონო გია, მეხუთე პირველი თემის ბოლო კითხვა, მეხუთე კითხვა, ძალიან საინტერესო კითხვა მაყურებელს შევახსენებ, ზუსტ რომ ჩვენ ძალიან საინტერესო გადაცემა გვაქვს დღეს, ბატონი გია ჩემ მეგობრის გარდა არის ძალიან საინტერესო ადამიანი, თავის საქმის პროფესიონალი, ძალიან ნაკითხი, ამას ხაზს ვუსვამ. იმიტომ არ ვამბობ რომ ჩემი მეგობარი ხარ, იმიტომ ვამბობ რომ ძალიან ეს იმართლეა. და ყველა კითხვაზე გაქვს ამომწურავი პასუხი და მადლობა ამ ყველაფრისთვის და ვფიქრობ მაყურებელის ძალიან ინტერესში არის და საინტერესო ინტერესით გვისმენს. მეხუთე კითხვა, სად გადის დასავლეთის ბრჭყალებში წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც შესაძლოა პირდაპირ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდეს? ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბაიდენის დროს წითელი ხაზი იყო კაფიოდ გამოხატული, მე შევახსენებ რომ როდესაც რუსეთი დაემუქრო, მე გამოვიყენებ ტაქტიკურ ბირთულ იარაღს, ტაქტიკური ბირთული იარაღი ეს არის იგივე ბირთული იარაღი, რომელთ არის ცოტა მცირეოდენი მასშტაბით, რომელსაც ფრონტის ხაზზე შეიძლება ან ცოტა ზურგში შეიძლება იმის გამოყენება. აი ეს დასავლეთმა და ევროპის ქვეყნებმა ეს იყო ერთ-ერთი პირველი ხაზი, რომელიც რუსეთს მიანიშნეს, როგორც კი თქვენ გამოიყენეთ ბირთული იარაღს, ჩვენ მივიღებთ საპასუხო ზომებს და პირდაპირ მოსკოვზე მივიტანთ იერიშს. მაშინ პრეზიდენტ ბაიდენმა განცხადა, ჩვენ გვაქვს ისეთი სიღრმისეული არაბირთული, ანუ კონვერციული იარაღი, ნებისმიერ ბუნკერიდან ყველას ამოვიყვანთ. ნუ აქ ამაში იგულისხმება პირველ რიგში რუსეთის დიქტატორი პუტინი. ეს ერთი. დანარჩენი ეს თქვა, ეს არის მთავარი წითელი ხაზი. ნუ რაც იმის მერე რუსეთს აღარაზოს აღარ უთქვია და აღარ იქონდა აი ამ გაფრთხილების მერე რუსეთი აღარაზოს აღარ იმუქრებოდა ტაქტიკური ბირთული იარაღის გამოყენებით. აი ეს იყო ის წითელი ხაზი, რაც რუსეთს დაუსვეს. ამ ეტაპზე. ბატონო გია, გადავიდეთ უკვე მეორე თემაზე. კი ბატონო. მზად ხართ? მზად ვარ. ეს გახლავთ უკრაინა-რუსეთის შიდა პოლიტიკა, ხო ვერ მოვშორდით ამ უკრაინა-რუსეთს. მოკლედ, ამ მეორე თემის პირველი კითხვა, როგორ აისახა ომი რუსეთის შიდა პოლიტიკურ სტაბილურობაზე? ძალიან საინტერესო კითხვა და ვფიქრობ საინტერესო პასუხით დამბრუნდები. პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ პუტინი რაც ხელისუფლებაში მოვიდა, მაგი ტრაბახობდა იმით, რომ დაამყარა რუსეთის სტაბილურობა და რუსეთი თქვათ ააყენა ფეხზე დააყენა თქვათ. მუხლზე აღარ დგასო, მაგრამ ამ ომმა აი ფაქტიურად მოახერხა ყველაფრის ჩამონგრევა. თქვათ ის კი არა თქვათ რომ მარტო რუსეთიდან მილიონზე მეტი ადამიანი არის გაქცეული, თან გაქცეული არიან მაღალკვალიფიციური ინჟინრები, სპეციალისტები, პროგრამისტები. რაც რუსეთი ნუ ფაქტიურად ამის გარდა უკვე თქვათ დაიკეტა რუსეთში უამრავი კაპიტალი, გაედინა ტექნოლოგიები თქვათ და წავიდა ინვესტიციები. მაგრამ რუსეთის ხელისუფლებას ამ დღევანდელ პოლიტბიუროს, ეს არის ფსბ-ს კოლეგიას, თქვათ ამ პუტინს შეიძლება ამ დანახვა არ სურს. ანუ ჯიუტად სურთ გინდა თუ არა თავის დაწვებენ და ამასაც აქვს თავისი ერთი პლუს ბოდიში პლუსი კი ამასაც აქვს თავისი ახსნა. დღეს რუსეთმა და პუტინმა რო განაცხადოს, რომ მე დავიხიოთ უკან და ეს დაუბრუნოთ უკანას ყველაფერს, მაშინ უკვე ეს თვითონ რუსეთში შეიძლება ხალხი თქვათ აჯანყდოს, ანუ რისთვის ამდენი წელი რისთვის ვიომეთ. თუ არანაირი შედეგი არ არის, ხო? თქვათ ამდენი გაჭიროება, ამდენი შეიძლება ხა იქ რუსეთს აქვს კი ხა ბევრი მარაგი და რაღაცა ისიც აქვს ფულიც რაღაცა სტრატეგიული ისიც, მაგრამ უკვე ესეც იწურება 4 წელი ომის შედეგად. მაგრამ ამასობაში უკვე პუტინის რეჟიმი უკვე რამდენად არის მყარი, მოდი ასე ვთქვათ. დღეს პუტინის რეჟიმი შეიძლება დაემხოს მხოლოდ ერთადერთი გზა არის, ეს არის შიდა გადატრიალება, ანუ ვთქვათ კულტურული გადატრიალება თქვა. ასე ვთქვათ, თვითონ მთავრობაში მოხდეს ჯახი ამის თქმა გინდა? ხო, უკვე იქ არის რაღაცა თქვა, იქ არის ძირითადად ორი ვექტორი, ერთი არის ძალოვნების ვექტორი, მეორე მხრივ არის თქვათ
ეკონომისტების მიშუსტინის და ნაბიულინას გუნდი რომელსაც თქვა იმათ საერთოდ ბევრად არაფერს არ ეკითხებოდათ. არც ომის დაწყებას არც იცოდნენ. მაგრამ აქ უკვე რა არის, ანუ თვითონ შეიძლება იქ ელიტებს დასავლეთისგან წამოვიდეს ეს სიგნალი, ეს ერთი კაცი მოიცილეთ და მერე უკვე ანუ ყველაფერი იმას გადააბრელეთ და მერე აი ნახოთ შეიძლება წავიდეს რა მოლაპარაკე, იმიტომ რომ პუტინსაც მოდი თქვათ რაც არ უნდა ვიყოთ, არ არის ვთქვათ უტვინო ადამიანი და ესმის ყველაფერი. იმიტომ ძალიან ჭკვიანი ადამიანია პუტინი, სათავისოდ. სათავისოდ კი, მაგრამ ნუ ეხლა ეს როგორ და ანუ ფაქტობრივად უკვე პუტინის მთავარი მიზანი არის რომ თქვათ ეს შეინარჩუნოს ხელისუფლება და გადასცეს, იმიტომ მაგრამ თქოს მემკვიდრეც არ აყავს. იქ მიდის კი საუბარი იქ სეჩინის დაჯგუფების შორის იქ პატრუშევის შვილიო თქვათ ერთ-ერთი მემკვიდრე ეს არის უკვე იწერება რომ მაგას უნდა თავის ერთ-ერთ ქალიშვილს გადასცეს ეს ხელისუფლება, ან შესაძლებელია როცა წამოიზრდება კაბაევასგან, ნუ ჭორის დონეზე ახლა ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ნუ რასაც ეს ინსაიდერები წერენ, ხო? და ლაპარაკობთ თუ ხა რეალურად შიგნით. ანუ ფიქრობთ რომ თვითონ კრემლში დიდი ალიაკოთია? კი, დიდი ალიაკოთია კრემლში, იმიტომ რომ უკვე მათ უკვე რესურსი ეწურებათ, აქ კიდე არის გასათვალისწინებელი ერთი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. რუსეთში ჯერ კიდე რომანოვების დროიდან, საბჭოთა პერიოდში და ალბათ დღესაც ჯარს არც არ უყვარდა უშიშროება. ანუ მეფის დროს იყო ჟანდარმერია, ეს იყო კომუნისტების დროს იყო VČK, OGPU, NKVD და KGB. ნუ დღეს FSB. აი ესეც არის გასათვალისწინებელი, მაგრამ ჯარი რამდენს მოუთმეს, ხო თქვათ ამ უშიშროების ოფიცერების პარპაშს. და კიდევ ერთი მომენტი, ეხლა აქ კიდე ეხლა ესეც რაც არის, მაგრამ უშიშროებას გააჩნია ბევრი სხვა ბერკეტი, თქვათ ეხლა იმიტომ რომ ფაქტობრივად დღეს მთელი რუსეთის საზოგადოება არის აი გაჟღნთული ამ უშიშროების აგენტებით, ასე ვთქვათ. როგორ წავას ეს ვითარება, ეს ანუ ყველაფერი გადაწყდეს ისევ აი შიდა კულუარებში. ერთი კითხვა ბატონო გია, აი ბაირაქტარის რაკეტები აღარ ესმის ყურს, ასე ვთქვათ და რა ხდება საერთოდ? ნუ ბაირაქტარი შეაჩერა, ასე ვთქვათ თურქეთმა? არა, თურქეთმა არ შეაჩერა, სხვა შემოწოდდება. თუ რა ხდება? არა, ეხლა ეს არ ვიცი, უბრალოდ შეაჩერა, ეხლა იმიტომ რომ არის სხვა უპილოტო თვითმფრინავები სხვათა შორის უკრაინა თვითონაც აწარმოებს თავის მაგრამ ამბობენ რომ ბაირაქტარი და ცნობილია რომ ბაირაქტარის რაკეტები არის ძალიან ზუსტი, არის ძალიან სწრაფი და ძალიან ბაირაქტარმა ეს უბრალოდ დიდ რადიუსზე შეუძლია დარტყმადია. ნუ ახლა სადაც უნდა ითქვას რომ საბჭოთა პერიოდშიც კი უკრაინაში ძალიან ძლიერი იყო სამხედრო სამრეწველო კომპლექსი. ანუ ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი ეს იყო უკრაინაში. ანუ უკრაინას აქვს გააჩნია მისი ინტელექტუალური ბაზა თუ აწარმოებს თავის და მე ბევრს დაგვაწევს თქვენთანაც ეს უპილოტო ბაირაქტარები. თურქეთმა ააშენა უკრაინაში ამ ომის დროს ეს ბაირაქტარის ქარხანა, სადაც იქაც აწარმოებენ და ახლა არ დაგვაწყდეს რომ ერდოღანის შვილია ზუსტად გვარად ბაირაქტარი. დიახ. და ეს კომპანია ზუსტად ერდოღანის ძის ეკუთვნის. ისე, კი. ნუ ახლა ამ შემთხვევაში ერდოგანს არაერთხელ გამოცხადებია რომ ყირიმი ეს არის უკრაინის ტერიტორია, თუმცა მან ისიც გაახსენა რომ ოდესღაც ყირიმი იყო ოსმალეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი და ბატონო ეს ყველამ ვიცით. და ყირიმის სულთანი იყო კონსტანტინოპოლის თუ სტამბოლში დამე შაჰის ვასალი. აჰმედი. ვასალი იყო, კი, არა, ბევრი იყო გააჩნდა. აჰმედ მეორეც იყო, როგორც ვიცი. ბატონო გიორგი, ძალიან საინტერესო კი, უფრო საინტერესო კითხვები. ძალიან საინტერესო კითხვები მაქვს თქვენთვის მომზადებული. ნუ უბრალოდ თქვენ ეს კითხვები არ იცით. აი ძალიან საინტერესო პირადად ჩემთვის. ბატონო გია, ამ თემის ფურცელზე მიწერია 7, მაგრამ ამ თემის არის ზუსტად მეორე კითხვა. უკრაინაში მიმდინარე ომმა როგორ შეცვალა ზელენსკის ხელისუფლების რეიტინგი და რეფორმების დღის წესრიგი? ნუ საერთოდ ომის დროს ყოველგვარ რეფორმებზე ალბათ ლაპარაკი ცოტა ზედმეტია, აქთან დავიწყოთ.
მაგრამ როდესაც ზელენსკი 2018-ში აირჩიეს პრეზიდენტად, ну საერთოდ უნდა ითქვას, რომ უკრაინული საზოგადოება იყო დღემდე არის ორად გაყოფილი, არის პოროშენკოს მომხრეები და არის ზელენსკის მომხრეები. უკრაინული საზოგადოების რაღაცა ნაწილი ახლა არ ვიტყვი დიდი მცირე მიიჩნევა, რომ ზელენსკი მაინც მოვიდა ხელისუფლებაში პუტინის დახმარებით, კი ბატონო. არ დაგვავიწყდეს ისიც ბატონო გია, ჩვენ ქონდა საუბარი, დიახ, ქონდა. თავარი დავამთავრებას, იმიტომ რომ პუტინმა მასში 2018 წელს განაცხადა, ვინც გიდათ მოიყვანოთ, ოღონდ არა პოროშენკო. ოღონდ პოროშენკო უნდა ვინც გინდათ გააკეთეთ ფსონი, ვინც გინდათ დადებით, ოღონდ პოროშენკო არ მოვიდეს, არ გახსოვს პრეზიდენტიო. ბატონო გია, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და არა მთელმა რუსეთმაც იცის, სანამ ზელენსკი დაждდებოდა პრეზიდენტის პოსტზე, პრეზიდენტის სავარძელში, მანამდე ის იყო კავენის ასე ვთქვათ მსახიობი. ბატონო. თქვენი აზრით ამ კავენში მიღებულმა პროფესიულმა ბრწყალებში განათლებამ რამდენად იმუშავა ზელენსკის ტვინში და რამდენად წაადგა ეს ყველაფერი უკრაინა რუსეთის ომს? ну ჯერ დავწყებდი რომ ეს კავენში ეს მსახიობობა მართლა წარადგა უკრაინას, ახლა მე მინდა შევახსენო რომ მე-20 საუკუნეში შეერთებულ შტატებში ყველაზე წარმატებული, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძლიერი პრეზიდენტი იყო ამერიკის მე-40 პრეზიდენტი ბატონი რონალდ რეიგანი, რომელიც ასე იყო მსახიობი. დიახ, ჰოლივუდი ვესტერნებში თამაშობდა. ყველა მუსიკ კლიენტის სტუდიიდან ერთად. კი, და აქ რა არის უკვე აქ ამ შემთხვევაში ზელენსკის აქვს ის რომ მან იცის კამერის წინ როგორ დაიჭიროს თავი, თქვა. კი, ან როგორი მიმიკა მიიღოს, ან რადარ თამაშს გაიცინოს თუ რა, ეს ძალიან კარგად იცის. ეს ზელენსკი მითის ძალიან კარგი. ამის გარდა ზელენსკის ყავს ძალიან ძლიერი PR მენეჯერები, თქვა. ეს სამსახიობო თქვა ეს კარიერა მან მის იმაზე იმოქმედა თქვა ასე თქვა გამჯდარია მასში. ეს გამჯდარია მასში. ასე რომ მას არ დაჭირდება თქვა ბევრი ახსნა თუ თქვა აი PR მენეჯერი ვინც იქნება, როდის გამოვსაცრემი და როდის რა შევაკავოთ. კი. ბატონო გია, როგორ ფიქრობთ, რუსეთს რამდენად აქვს რესურსი ომის გაგრძელებისთვის, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ვაბუხოთ? ну ეს უკვე არის დამოკიდებული ბევრ წელს უკვე როგორც ვამბობ, ვხედავთ ჩინეთზე არის დამოკიდებული, ჯერ ეკონომიურად უკვე რუსეთის ეკონომიკამ იმდენი მუშახელი და იმდენი სპეციალისტი ნაწილი სპეციალისტების რომელიც გაიქცნენ ქვეყნიდან, რომელიც გავარდენ მობილიზაციას, დიდი ნაწილი დაიღუპა და უკვე რუსეთის მრეწველობაში და ეს ბიზნესი უკვე ჩივის რო ჩვენ უკვე ხალხი აღარ აყვავს, მუშახელი აღარ აყვავს, უკვე ვხედავთ ინდოეთსაც დადეს უკვე ხელშეკრულება რომ რამდენიმე მილიონ ინდოეთის მოქალაქეს მიეცეს უფლება რომ ჩავიდნენ რუსეთში იქ მუშაობენ, იმიტომ რომ რუსეთს უკვე თავის სპეციალისტები და მუშახელი უკვე აღარ აყავს. ანუ ყავს უკვე არის დასული მინიმუმამდე და უკვე ის კვალიფიკაციაც აღარ აქვს, უკვე დარჩა ალბათ არაკვალიფიციური მუშახელი, იმიტომ რომ ყველას უშვებენ ამ ომში და ეს ძირითადად არის საზარბაზნე ხორცი. არ დაგვაუწყდეს ბატონო გია, რამ გუშინ თუ გუშინ წინ დაიწერა, ზუსტად არ მახსოვს, არ მინდა შევცდე. ამერიკიდან დეპორტირებული რუსები, რუსეთის მოქალაქეები, როგორც კი ჩაფრინდნენ მოსკოვის რომელი აეროპორტი იყო არ ვიცი და არ მაინტერესებს, თავარია რომ ჩაფრინდნენ აეროპორტშივე მიიღეს გაწვევა ომში. კი, მიიღეს გაწვევა, ანუ ის ხალხი რომელიც თქვენ საიკითხავდით ამ ინფორმაციას. რამდენად ფიქრობთ, რამდენად ნორმალურია ეს? ეს არ არის ნორმალური, საერთოდ ასეთი რაღაცა მე მინდა შევახსენო. სახში მისვლაც კი არაცადეს ადამიანს. სახში მისვლაც არაცადეს, ხო, ანუ პირდაპირ გაიწვიეს ველზე ომში. ანუ რა არის, მე მინდა ახლა შევახსენო ერთი მომენტი, როდესაც 2 წლის წინ 7 ოქტომბერს ჰამასის ბოევიკები თავს დაესხონ ისრაელს. ისრაელში იმდენად არის აი ეს პატრიოტიზმი და ეს აყვანილი რომ მტერი დაესხა თავს. ისრაელის აი ყველა მოქალაქე კი არა, ებრაელიც კი, რომელიც მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტულები, ყველა ყიდულობდა ბილეთებს და ყველა ჩადიოდა ისრაელში, რომ წასულიყო ჯარში, თავის ქვეყნის დასაცავად. და თავის ფეხით თან. თავის ფეხით, ხო, იმათ იქ არ დაჭირდათ იქ ზედმეტი მოწვევა და თქვათ, ანუ უწყების გაგზავნა და ხალხი კი არ გარბოდა, პირიქით ხალხი ჩამოდიოდა თავისნებით. რა თქმა უნდა, გაქანებულ ომში, ალიაკოჩი ბრუნდებოდნენ, ასე ვთქვათ, ცხელ წერტილში და მიდიონ იარაღს იჭერდნენ ხელში და მიდიოდნენ ქვეყნის დასაცავად, ასე ვთქვათ. ისინი მიდიოდნენ ქვეყნის დასაცავად, მაგრამ ამათ
ეხლა ვიღაცა როგორც ეს პირველად პრიგოჟინო თქვა ძედ, ანუ ვიღაცა გაგიჟებული ბაბუს ომში არავის არ უნდა ზედმეტად თავის შეწიროს. კი არიან twin გამორაცხილებით, ასე ვთქვათ, ეს რუსული ტერმინია ბიდლა, ანუ ბრბო ქართულად. მასა კიდე სხვა არის და ბრბო კიდე სხვა არის. ბრბო ეხლა ცოტა ასე ვთქვათ არა არის თამამინათყვამი. ხო არა არის მაგრამ ყველაზე სწორი. კი მაგრამ ამიტომ არის მასად არის ბრბოს აი რომელსაც აი პუტინი ამოდის ზედამთვარ და მიიჩნევა რომ რაც თქვა ეს ყველაფერი ასეა და მართლაც მიდიან მაგრამ მაგრამ უკვე ისინიც უკვე ფიქრობენ ხო ალბათ ადამიანს 4 წელი მომორჩა ამბობდი რომ მე ერთ კვირაში და 3 დღეში კიევში პარასტი ჩავატარებოდა ხო ყველა მიცით რომ ეს 2 წელი გავიდა თუ 3 წელი და 4 წელი ანუ ეს ომი უკვე მიემდინარეობს მეორე მსოფლიო ომის აი რომ გერმანია რუსეთის ომის ფრონტს რომელსაც ედახან რუსები დიდი სამამულო ომი იმ დიდ სამამულო ომზე უკვე დიდხანს გრძელდება ეს ომი კი 3 წელი გავიდა მე მგონი რაც უკრაინის ომი დაიწყო ხო მე მგონი ხო უკვე მე-4 წელი ხო მე-4 წელი გასრულდება 22 თებერვალს 22 თებერვალს 22 თებერვალს და ჯერაც არ არის ასე ვთქვათ ერთი რაკეტაც კი არა უკრაინაში სამთავრობო კვარტალზე დაგდებული აი ეს ამას როგორ ახსნით? მე ვფიქრობ აქ რა აჩერებს პუტინს იმისთვის, რომ სამთავრობო კვარტალს დაარტყას. აქ უკვე ალბათ არის რაღაცა შეთანხმება, იმიტომ რომ საერთოდ ყოველს უნდა ითქვას, რომ ქვეყანას შორისაც არ არის ან დიპლომატიური მოლაპარაკება, ან მიდას ორ ქვეყნებს შორის რაღაცა ჯენტილმენური შეთანხმება მაინც არის, იმიტომ რომ თქვათ ამ შემთხვევაში 9 მაისს ხო უკრაინასაც შეეძლო მიეტანა იერიში წითელ მოედანზე და იმ პარადზე. მაგრამ ისიც მინდა აღნიშნო. მაგრამ ის მოსკოვში რამოდენიმე უპილოტო ჩამოყალიბდა. და მათ შორის ერთ-ერთი დაეცა, ბევრს მე შეიძლება არ ვთქვი, ერთ-ერთმა უპილოტო თვითმფრინავმა მიაღწია წითელ მოედნამდე და ზუსტად აი იუველიროსი ჩამოაგდო რუსეთის დროში, ანუ პრეზიდენტის ეს დიახ, პრეზიდენტის კრამზე აღმართული, ასე ვთქვათ, დროშას სტანდარტზე დაეცა, ხო და ანუ რა არის იგი უკრაინამ ამითი ანახო რომ მეც მაქვს იმის სასწრაფო რომ შენ სამთავრობო კვარტალს მივახ ანუ ფიქრობ ამ შემთხვევაში არის რაღაცა შეთანხმება რომ სამთავრობო კვარტალს არ ეხება მაგრამ ამით ეს მოსადრება მე ახლა მას თავს ვერ დავდო გინდა თუ არ ასე მაგრამ ფიქრობ არის რაღაცა შეთანხმება რომ სამთავრობო კვარტალს გარიგება უფრო ასე გარიგება ნუ შეთანხმება ხო დიახ სამხედრო შეთანხმება ასე ვთქვათ და უკრაინამ თქვენთვის არ იყოს ამით თქვა რომ იცი რა ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ თუ შენს შეგიძლია შენზე თავის და თავდასხმა ხო მეც არანაკლები შემიძლია აი ეს იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ თუ თუნდაც ახლა ძირითადად უკრაინის მთავარი სამიზნეები ეს არის უპილოტო თვითუნები 2000 კილომეტრს იქითაც მიაქვთ იერიშები ნავთობ ქარხნებზე ანუ ამითი თქვათ რუსეთის ჯარს და რუსეთის იმას ფაქტიურად უკვე აკუტება საწვავი. და ეს არა მარტო საწვავი, თვითონ რუსეთის ეკონომიკასაც უკვე არის ძალიან დიდი დარტყმა. ბატონო, ძალიან საინტერესო კითხვა მაქვს, კიდევ ერთი, რომელიც გათვალისწინებული არ მქონდა. თქვენი აზრით, რატომ გადაეკიდა უკრაინა გროზნოს? მოდი ჯერ აქ გროზნოს რატომ იცით რატომ კი ვკითხო? ხო, იმიტომ რომ თქვათ, როდესაც გროზნოს ახმატის სათავჯამზე მიიტანეს გროზნო ხო ჩეჩნეთია? აი ჩეჩნებს რატომ გადაეკიდა უკრაინა? ნუ ჯერ ერთი მოდი ვთქვათ, რომ კადიროველები, რომელიც ვთქვათ, დღეს არის ასე ცნება, ჩეჩნები და კადიროველები. ეს კადიროველები, რომელიც იბრძვიან რუსეთის მხარეზე, ესენი არიან რუსეთის გვარდიაში, ანუ შინაგან ჯარში და ესენი ვთქვათ, ასრულებენ ყველაზე ბინძურ საქმეს აკეთებენ ზურგში. მაგრამ არიან ის ჩეჩნები, რომელიც არიან აი პირველი რესპუბლიკის აი დუდაევის, ახმად ზაკიევი, რომელიც არის ჯოხარ დუდაევი. ხო, აი არა, ჯოხარ დუდაევი იყო პრეზიდენტი, მე მას ხავდოვიცი და რომელიც ამბობს ჩვენო დამოუკიდებელი იჩკერის მთავრობა, ისინი იბრძვიან უკრაინის მხარეზე, მაგრამ ამ ისინი ჩვენ ამბობენ, ჩვენ ვებძვით არა ჩეჩენ ხალხს, არამედ უკვე კადიროვის რეჟიმზე. სათავჯენები იყო კადიროვის სიმბოლო. საკუთრება იყო. არა, სიმბოლო. კადიროვის ხელისუფლების ერთ-ერთი სიმბოლო და სიამაყე.
ანუ ამით რა არის, იგი თქვათ, ჩეჩენჩის დაიძაბოს ვითარება, იმიტომ რომ უკვე ჩეჩენჩის არის მეტნაკლებად დაძაბული ვითარება, კი ეშინიათ, ძალიან ეშინიათ კადიროვის, იმიტომ რომ იქ ხალხს ისე იტაცებენ და ისე კლავენ, რომ ზედმეტად არავინ არ ეკითხება და ფაქტურად კადიროვის ხელისუფლება შეშზეა დამყარებული. მაგრამ შეშთესავს კადიროვის ხელისუფლებას. კი. და გარშემო შეშთესავს, მაგრამ საერთოდ ბევრი არც შეშზე დამყარებული ხელისუფლება არის ყველაზე სუსტი ხელისუფლება, იმიტომ რომ ადამიანს აი ეს შიში როდესაც გადალახავს და ტვინი როცა რაღაც რო გადაუტრიალდება, აი მე იქ როგორ წავა ვითარება ეს და როგორ რა პროცესები წავა, ცოტა უკვე ძნელი პროგნოზირებადია. მოდით ბატონო გია, ჩრდილო-დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან დაუბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდეთ და ეხლა ვიწყებთ ძალიან კარგ თემას, საქართველო და რეგიონი. თქვენი საყვარელი თემა. მოკლედ, ამ თემის პირველი კითხვა, როგორ აისახება უკრაინის ომი სამხრეთ კავკასიაზე, განსაკუთრებით საქართველოს უსაფრთხოებაზე? ისე ვერ ავსით ამ უკრაინას. არა, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ პირველ რიგში, რომ მე ხავს რომ რუსეთის და პუტინის ხელისუფლების თავარი ეს იდეა ფიქსი არის, რომ აღდგეს საბჭოთა კავშირი, იმიტომ რომ სულ ლაპარაკობენ საბჭოთა კავშირი დაიშალა უკანონოს და ასე შემდეგ. მაგრამ მე ჩუმეპარება რომ რუსეთს აღარ აქვს, იმიტომ რომ იქ შემთხვევაში მაგან უკრაინის გამარჯვების შემდეგ მან აქ არის რამდენიმე ვერსია. პირველი ვერსია ეს არის, მოინდომოს ბალტიისპირეთში გასვლა, მაგრამ ბალტიისპირეთის ქვეყნები ეს არის უკვე ნატოს ქვეყნები, იქ რამდენად გაბედავს დღეს დასუსტებული რუსეთი ომის დაწყებას, მე ხა ამ ეტაპზე ცოტა მიჭირს პროგნოზის გაკეთება, მაგრამ დაჭრილი დათვი ხო ყველაზე შაში შეერეთ და პროგნოზს მოკლებულია მით უმეტეს უკვე ღიად როცა დაიწყო საუბარი სუვალკის უღელტეხილს დავიკავებთ ეს რომელიც ძალიან ვიეტრო ის არის ლიტვასა და პოლონეთს შორის რომელიც კალინინგრადს აერთებს ჩვენ ბელორუსის გავით ანუ დასავლეთით დაემუქრა ამ შემთხვევაში იერიშს მივიტანთ დღეს რუსეთი ნელ-ნელა კარგავს სომხეთს, ანუ უკვე პაშინიანმა რაც მაგრამ სომხეთში რუსებს დღემდე აქვს ძალიან დიდი გავლენა. აზერბაიჯანში აზერბაიჯანი დაგვაწობა მაინც არის თურქეთს ამოფარებული და ყველაზე სუსტი რგოლი ხო დღეს დარჩა საქართველოს. მით უმეტეს რუსული ტანკი არის 40 კილომეტრში თბილისიდან. და გორიდან სულ რაღაც 1 კილომეტრი. კი. ასე რომ ის გზა რომელიც მიდის თბილისი გორის გზიდან დაშვებული არიან 400 მეტრში. ახლა როდის ასე რომ ასე ვთქვათ, როდის გამოარიხინებს რუსი მთვრალი სამხედრო ან ტანკს არავინ არ იცის. არავინ არ იცის და მეორე კი ჩვენი ჯარი რამდენად არის მომზადებული და ან მორალურად კიდე რამდენად არის მზად ამ ომისთვის. ბატონო გია, უფალმა დაგვიფაროს ამისგან, მაგრამ თბილისის აღება ჩემი აზრით არაფერი არ უნდა რუსების მხრიდან. ერთი რაკეტა ანძას და მორჩა. არა, ახლა მე სამხედრო სპეციალისტი არ ვარ, ხო თლათ ესეც არ არის ალბათ, მაგრამ უფალმა დაგვიფაროს. უფალმა დაგვიფაროს. ბატონო გია, გადაცემისთვის ბოლო თემა, ეს არის სამხედრო ტენდენციები და ტექნოლოგიები და ჯობია ამ თემასაც შევეხოთ სულ რაღაც ამ თემაში ორი კითხვაა და მინდა რომ ორივე და გისვათ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და მეორე კითხვით დავასრულებთ გადაცემას ეთერს, დღევანდელ ეთერს. უკრაინის ომმა რა ახალი სამხედრო ტექნოლოგიები გააჩინა მსოფლიოს სარბიელზე? პირველ რიგში მე მინდა თქვა რომ ჯერ კიდე ყარაბახის ომის დროს ჩვენ დავინახეთ რომ ახალი ტექნოლოგიები უკვე დიდ მნიშვნელობას ასრულებს იყო უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავები. რაც უკრაინის ომშიც ბრწყინვალედ იქნა გამოყენებული, იგივე უკრაინას ბრწყინვალედ გამოიყენეს რუსეთის პირველ დღეებში, ომთან პირველ დღეებში, თქვათ, როდესაც უპილოტო თვითმფრინავება გაანადგურეს მთელი სატანკო კოლონები. ზუსტი დარტყმებით თქვენ. ზუსტი გარტყმებით. ამის გარდა უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავები, როგორც ხედავთ, ლამის 2000 კილომეტრსაც კი ლახავენ და 500 ფრონტის ხაზით იქით მიდიან, რაც თქვა ჩვეულებრივი საბრძოლო თვითმფრინავისთვის ცოტა მიუღწეველი ამოცანა იყო. საერთოდ როგორც ხედავთ დღევანდელ დღეს და თანამედროვე ომში კი ცოცხალ ძალას აქვს თავის როლი, მაგრამ
ყველაფერს უკვე წყვეტს ტექნოლოგიები. ნუ ყოველთვის ეკონომიკის და მეცნიერების ლოკომოტივი იყო ახალი ტექნოლოგიები და ახალი ეკონომიკა. ხა მე არა ვარ ამ შემთხვევაში ზუსტი სამხედრო ექსპერტი, მე ხა ვერ ვიტყვი ზუსტად რა და როგორ, თქვათ, მაგრამ ნუ აი შევერაღებელი თვალით, თქვათ, ეს როგორც აი სამხედრო საქმის ნუ შეიძლება სპეციალისტი როგორც დილეტანტი ან დილეტანტის დონეზე ისე ნათელია, რომ ეს არის ტექნოლოგიების ომი. და უკრაინამ ძირითადად რუსეთს აჯობა იმ დასავლური შეარაღებით და დასავლური ტექნოლოგიებით. და ბატონო გია თავს აღარ შეგაწყენთ, აღარ დაგხლით, მაგრამ იმდენი ინფორმაცია გაქვთ თქვენს თვიში, ასე ვთქვათ, რომ შეგიძლიათ ლექციაც კი ჩაატაროთ ამ თემებთან დაკავშირებით, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. და დღევანდელი გადაცემისთვის ბოლო კითხვა ბატონ გია კუჭავას, დრონებმა როგორ შეცვალეს ომის სტრუქტურა და შეიძლება თუ არა ეს იყოს თანამედროვე სამხედროების მთავარი იარაღი? ნუ ვერ ვიტყვი ეს რამდენად შეიძლება იყოს მთავარი იარაღი, იმიტომ რომ თქვათ, როდესაც გერმანიის მთავრობამ თავმჯდომარემ კანცლერმა მერცელმა განაცხადა, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ფართომასშტაბიანი მზადება ომისთვისო, უპილოტო თვითმფრინავზე მან თქვა, რომ ეს უკვე არის დღევანდელი დღე და ჩვენ უნდა ვიფიქროთ თვალინდელ დღეზე. ანუ ტექნოლოგიები ვითარდება. და მე არ ვარ სამხედრო სპეციალისტი, მე ვერ ვიტყვი რამდენად აი ხვალინდელ ომში, თქვა და დღეს ასე, იმიტომ რომ თქვა როგორ არის ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის წინ ძირითადად რატო წააგო პირველ ეტაპზე საბჭოთა კავშირმა, ხო? რატო აგებდა? ამ საფრანგეთი რატო დამარცხდა ეს მეორე მსოფლიო ომის დროს? იმიტომ რომ გენერლები ემზადებოდნენ წარსული ომისთვისო. როდესაც გერმანია უკვე ხედავდა მომავალ იმას, ანუ ეს გერმანელები, ეს საფრანგეთს გააკეთეს მაჟნოს ხაზი და ეს ფრანგი გერმანელები და მარშლები ხელმძღვანელობდნენ პირველი მსოფლიო ომის ტაქტიკით და გერმანელებმა შეემუშავეს ახალი ტაქტიკა. ამიტომ უკვე ვხედავთ, რომ ეს უპილოტო თვითმფრინავებს აქვთ რაღაცა პლუსები, აქვთ ახლა შეიძლება რაღაცა მინუსებიც აქვთ, არ ვიცი, მაგრამ ალბათ არიან ის სამხედრო თეორეტიკოსები, სამხედრო ინჟინრები, რომელიც უკვე ფიქრობენ ხვალინდელ დღეზე, ხო? თქვა ხვალინდელი ომი როგორ წარიმართოს, იმიტომ რომ ამაში მე უკვე ვერ გამოვდგები. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გია საინტერესო დისკუსიისთვის, საინტერესო საუბრისთვის, ამომწურავი პასუხებისთვის და მობრძანებისთვის. დიდი მადლობა ბატონო კოტე, დიდი მადლობა თქვენს მაყურებელს ყურადღებისთვის. ჩვენი გადაცემა ორშაბათია, პირველი გადაცემა მოგეხსენებათ და კვირაში გავა ანალიზის დროის, ან ჩემი ავტორო გადაცემის ორი გადაცემა კვირაში, ეს იქნება ორშაბათ დღეს და ოთხშაბათ დღეს. ზეგ ოთხშაბათს გადაცემაში ძალიან საინტერესო სტუმარი გვეყოლება, გპირდებით, ძალიან დაძაბული ეთერი იქნება, ძალიან საინტერესო და ძალიან ცოტა უკან გადავიწევით ოთხშაბათს და ძალიან საინტერესო თემებით დაგებრუნდებით და მარტო არ ვიქნები ამ გადაცემაში, როგორც მე კონსტანტინე ჯაფარიძე გახდით, ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი. ეთერში იყო TV+-ი გადაცემით ანალიზის დრო ბატონ გია კუჭავასთან ერთად, რომელიც არის პოლიტოლოგი, ძალიან საინტერესო და კარგი წარსულით და არ გადართოთ, დარჩით TV+-ის ეთერში, სასიამოვნო საღამოგელოდებათ, მუსიკალური კლიპები და ძალიან ბევრი საინტერესო გადაცემა და საინტერესო ეთერი, ასე რომ დარჩით არხზე და არ მოიწყენთ წინ საინტერესო კვირა გელოდებათ და ასე მინდა დავასრულო გადაცემა. ღმერთი არ შევდა. ამინ. გფარავდეთ უფალი. ატო.